საღამომშვიდობის მოგესალმებით მეგობრებო, დღეს ნამდვილი ახალი წელია, მართლმადიდებლური კალენდრით, ქართული ახალი წელი. ყველას მინდა მოგილოცოთ, ყველა მართლმადიდებლს ეს ნამდვილი ახალი წელი და 1000 მისაუბრია თუ რატო 14 და რატო არა პირველი. მაგრამ ბოლშევიკების გადმოტანილია ეს თარიღი. თავისთავად ბოლშევიკების თავმომავლობა აგრძელებენ ასე და აგრძელდეს ქრისტიანების გულში შობაშვიდშია და ახალი წელი 14-ში, ამიტომ გილოცავთ ჭეშმარიტ ახალ წელს. გისურვებთ მშვიდობას, სიკეთეს, ყველაფერ კარგს, სულიერ სიმშვიდეს. ამ წელს მაინც დადგომოდეს ჩვენ ქვეყანას საშველი და ერის სულიერად გამთლიანებული იყოს და ტერიტორიული მთლიანობა აღდგენილი იყოს. ხოლო ასე არის შესაძლებელი. თუმცა ახალი წლის მისალოცად მარტო არ დამიწყია დღევანდელი ლაივი. ვისახსოვს ახლა კაცო ახალი წელი საქართველოში. არც მე მახსოვს ამ უცხო მხარეში, უცხო მიწაზე. საქართველოში ვიყო ახლა ჩემს მაგაცებთან ერთად ბუხრის ძირას დოკიღვინით და გემრიელად სულ არ მიმახსოვრებოდა არაფერი, მაგრამ აქედან რო უყურებ, ვერავარ ისე რო უნდა ქართველს. ადევნებ თვალს რა ხდება საქართველოში და არ შემიძლია რო არ გამოვეხმაურო, იმიტომ რომ არავის არ ცხელა ახლა ახალი წლისთვის კაც. მთელი ამბებია ატეხილი და ორაუცებ ჩამოკრა უბედურების ზარმა. ახალი წელი მძიმედ დაიწყო. რომელი მიმართულებით არ გინდა. გინდა ქოცების მხარეზე თქვი, გინდა ნაცების მხარეზე თქვი. განსაკუთრებით დღეს სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა ქალს. ხალხო. ქალი დეიჭირენ საქართველოში. მაგრამ ეს ქალი, მარტო ქალი კი არა. მთელი სოროსელების შანტრაბის დირექტორია. ერთი საწამლავი გაზეთი როა ასეთი ულტრალიბერასტული ნეტგაზეთი და მეორე საწამლავი კიდე ესა ბათუმელები. პირდაპირ უზიან სოროსელების დაფინანსებაზე და ბიჭო, ნაგლობას საზღვარი არა აქვს ისე საქართველოში. ნაგლობას. პირდაპირ ეთერში ტელევიზიების ამდენი ხალხის თვალწინ. არ ვიცი მილიციის უფროსია ის კაცი თუ ჩინოვნიკია საკმაოდ დიდი. ადგა ამ ქალმა და სთხლიშა პირდაპირ ცხვირპირში. დაარყ. და დაიჭირენ, ხო? დაიჭირენ, რა თქმა უნდა, ყველა აბსოლუტურად თუ საერთოდ რაღაც ფორმა გააჩნია სახელმწიფოებრიობას, ყველა სახელმწიფოში მილიციის უფროსს, კი არა, რიგით პოლიციელს თუ ვინმე ხელს დაარტყამს, ეს ითვლება სახელმწიფოზე ხელის აღმართვა და რა თქმა უნდა დააკავებდნენ იმ ადამიანს. დაიჭირეს, ბუნებრივია საქართველოში. საქართველო ისეთი ქვეყანაა, მე პირადად პოლიციაზე არაფერი არ მქონდა, ნათქვამი, ყველა უბრალოდ დამიჭირა და 1000 უბედურებას მაბრალებდა, მაგრამ ახლა ხელი რო დამერტყა მუმლაძისთვის და დანარჩენისთვის, ალბათ ციხეს დამაშენებდნენ, თავზე ერთი 9 სართულიანს, მაგრამ აი ჯანდაბას იქეთ იყოს. ყველაზე უკანასკნელი ქვეყანა იყოს. თან როგორი ეს შიგ ევროპაზე, კანონზე, სამართლიანობაზე, სახელმწიფო ინსტიტუტებზე მოლაპარაკე შიგ ევროპული ცივილიზაციის ხალხს. ეს რა დაგემართათ ხალხო? სამართალ დამცავს დაარტყით პირდაპირ ცხვირპირში. ხო, ადვოკატს არა, მე ვნახე ახლა ადვოკატზე არ ვიცოდი, მაგრამ ბევრს არ ვნახია კიდე. ხო, ადვოკატი ვერ ნახავთ. მე ვნახე აგერ 5000 კილომეტრიდან საფრანგეთში და ადვოკატმა ვერ ნახა. არც თვითონ გამოუტყდა ეს ქალი. და მე იქ მთელი ქალები იყვნენ შეკრებილები, ეს ზაუტაშვილი და მთელი ის და არავის დანახი არ ქონდათ რა. რა გიდა, ქვეშობილი ძაღლები. ჩეგევარობა გინდათ? კაი, გასაგებია, რომ რევოლუცია გინდათ და უბედურობა და არეულობა.
დააშავებთ სადა ქვეყნის წინაშე დღისით ბზისით ყველა გხედავთ ასუხისგება არ გინდათ ვინ ხართ ამნაირები ერთი რომელი უკანალიდან გამოძვერით ამნაირები გინდა გრიგორიადისი რო იყო ის ვიღაცა გინდა ეს კიდე მსახიობები რო არიან ციხეში გინდა სხვა და ესენი თუ რამეს დააშავებენ დაწყებული სააკოვით დამთავრებული ახლა ვიღაცა სოროსელი სატანუკათი არა ამათი დარტყმული არა ამათი მოკლული არა ამათი გაყიდული არა ამათი მოპარული არა ამათი შეურაცხყოფა არა არაფერი არა რადგან ესე ვინ ახარ ჩვილო ამნაირები ვინ სიკვდილები ხართ რა უკანალიდან გამოძვერით ამნაირი რა განათლება მიიღეთ ამ უკნიდან რა იმუნიტეტი გიცავთ ამნაირს ხო აღშფოთებულა ყველა შეშფოთებულა საფრანგეთის ელჩიც კი შეშფოთებულა ამ საფრანგეთის ელჩი საქართველოში მინდა უთხრა რომ ერთი მეილი გახსენი რა ქალო შენ აი ესე მოგმართავ და უპასუხოს შენ მასაილჩომ ჩემ მოწერილ წერილს ისე თუ არა ფილმის მეორე ნაწილში შენი უმოქმედობაც იქნება ისე ცუდს არ წერა არაფერს კაის წერდა და გახსენი ერთი მაინტერესებს პარიზის პოლიციის უფროს ხელი რო გაარტყას ვინმე ქალმა თუ არ დაიჭერენ ისე მაინტერესებს და ესტონეთის შფოთს და მთელი ჟურნალისტები საზღვრებს გარეშე და მთელი საია მაია ნიფხავს იგლიჯავს და გამოუშვით ბიჭო ეს ხალი გამოუშვით ის უდანაშაულოა ესე ჩვენ ამდენ ხალხს ეს არ დაგვინახია თურმე გველანდება ეს მაგრები ხართ რა ეს სოროსელი ქალები მაგრები ესე უნდა იყო ქვეყანაში ქალი უნდა იყო პიდარასტი უნდა იყო სოროსელი და ნაციონალი რომ რაც კიდე გაფუჭა გაწვილი არ თქოს პასუხს თუ გაუძლებენ ახლა ზეწოლას კიდე და იქნება არ შეიჯვალეკოსავით ეგიც გამოუშვან გარეთ რა იცი რა ხდება კაცი ყველას პატრონები ჩვენ ვიკითხოთ უპატრონოებმა თუ არა მაგას ყველას პატრონები ყავთ ახლა მთელი იმაში როა თეთრ ბაირაღებში როა ებრაელები ჩემ წონა ოქროს ჩაყრიან და გამომიყვანენო სოროსელები მაგის წონა ოქროს ჩაყრიან და მაინც გამოიყვანენ გარეთ არა და სინამდვილეში ეს წაკლა ქალი ყველა ეს ნაძირლები ყველა ეს მათხოვრები რომლებიც ახლა წივიან და კივიან დიდი ხნის წინ უნდა ეყარონ ციხეში სამშობლოს ღალატისთვის ერის ინტერესების წინააღმდეგ აღებული ფულისთვის ცილის წამებისთვის გადაგვარებისთვის 1000 უბედური მაგრამ საქართველოში ეს არ ხდება საქართველოში მხოლოდ და მხოლოდ თუ ვინმე ქართულ სიტყვის და ეროვნულ სიტყვის რამეს და რაო ვინმე მდიდგორობის აღნიშვნა მეინდომა იმ წუთში ციხეშიო ვინმე თქვა დავით გარეჯი საქართველოაო იმ წუთში ციხეშიო ვინმე თქვა რომ პიდარასტების ტაშფანდური არ უნდა იყოს საქართველოში მართლმადიდებლური ქვეყანა ვართო იმ წუთში ციხეშიო კოჰაბიტაცია ძმაო დასავლეთი გვავალებს და აბა რა ვქნათ ღმერთმა დააგლოცოს ბატონო ბიძინა ეს რა სამართლებრივი ქვეყანაა შე ხო და უსტაბაში ქეყავთ ეგერ ჩამოსული ეს რა ქვია გათხოვული კაცი როთი გერმანელი თბილისიო ევროპის დედაქალაქიაო რო იძახის და აჰა ესენც რო არიან შენ ცობილი უკანალში ვიო ერთი კითხვა მიჩნდება მეც ძალიან საეჭვო კითხვა მიჩნდება რაც ხეს ელჭყპტ-ობა ძალიან იზიდავს თბილისი ამ ელჭყპტ-ებს ოდიდგანვე იზიდავდა ჯერ კიდე აი ახლა ტროცკისტებით იყო თუნდაც კომუნისტების დროს გავსებული თუ სადმე პიდარასტი იყო საბჭოთა კავშირში ყველა იყრიდა თბილისში თავს ტროცკისტების ბუნაგი იყო თბილისში თავმოყრილი და მე სოსომ რო დახვრიტა და ის რო გამოუტანა რა ქვია სასჯელი რო შემოიღო მამათ მავლობაზე დღემდე საფლავში არ აყენებენ სოსელოს ამიტომ ახლაც იზიდავს ეს მთელი საპიდარასტეთი ევროპიდან თბილისში მორბის ადრე რო იყო კომუნისტების დროს სლავი ქალები რო გამორბოდნენ საქართველოში რო ისო მაგარი კაცები არიანო კავკასიელი კაცებიო ახლა 100 არის რა თუ სადმე ევროპის პიდარასტები არიან და სოფლიო მასშტაბის პიდარასტები ყველა მორბიან და ერთი ის მაქვს რა ქვია ეჭვი მაქვს მე ასეთი გონივრული ეჭვი როგორც ისოთე თქვა როტს უეჭველი საქართველოში ქართველი გეი ბოიფრენდი ყავს გაროჩე და იმის გულისთვის უფრო ხშირად დაიარება ვიდრე რევოლუციისთვის თუ არა
როტის მომხდარი რევოლუცია მის ქვეყანაში აგერა ახლა თებერვალში არჩევნები იქნება და ამოაპანგურებენ და გაყრიან. მაგრამ ეს ამას თბილისი ვერ მოშორდება და გათხოვდი ახლა როტ თბილისზე გაშორდი გერმანელი ქმარი რო გყავს კაცს გაშორდი იმას და გათხოვდი ვინმე თბილისელ ემაზე რა ქვია პიდარასზე ნაციონალზე და არა პიდარასტები რა ფერაგლიათ ორივე პიდარასტები არიან რა ფერაგლიათ ნაცებიც და ხოცებიც და გათხოვდი და იგი რა ქვია მოაწერეთ ხელი თბილისში ახლა ჯვარს მართლმადიდებლური ეკლესია ვერ დაგწერთ მაგრამ იგი ხო გყავთ მაგალითად თქვენი ღვთლები ხო გყავთ რა ქვია იმას გირჩის ღვთელი როა ქალი და ი ტრანსგენდერებს და იმგენს რომ პარაკლისებს და იმგენს უმართავს და თუ გინდა იქან დაიწერეთ ჯვარი და დამკვიდრდით თბილისში და იცხოვრეთ და მოახდინეთ მე გეი რევოლუცია უკნიდან განათლებულებმა და ასე იქნება საქმე მე ამას ვატყობ ეს 3 წელიწადში ასე და მესამე საკითხი რასაც მინდა გამოვეხმაურო კვესტაძე რო რეჟიმის უსამართლობაზე ლაპარაკობს ჩემო ლუკა რაშია იცი საქმე შენ კვესტაძეს ასე მარტივად მოახსენე კვესტაძე არის თამარ მეფის ორდენოსანი ქართველი ქალის სახე ღირსება პატიოსნება ყველაფერია მაგ ქალში შერწყმული ერთად მე რა მოხდა ახლა მისი ქმარი თუ ნაციონალების ჯალათი იყო და ხალხს ციხეში ალპობდა და კლავდა და სულსაძრობდა და მე რა მოხდა თუ იგი დაწერა რომ 2008 წელსო საქართველოს გათავისუფლდა აფხაზეთის და სამაჩაბლოს დაკარგვით მე რა მოხდა ახლა მაგ ვეღარ გიპატიებიათ გოგოსთვის გადასარევი ამ ხალხის ამბავი კაცო მიშა აღმაშენებლის ხალხია მაგერი სულ ყველა და ევროპაში თუ გვინდა მასე უნდა იყოს აბა ახლა ანაირად რა რაღაცას მინდა მართლა სერიოზულს მინდა გამოვეხმაურო ხუმრობა იქეთ იყოს ბიჭო ეს ზარქუაზე რო ატეხეს ახლა სადა ქვეყანამ ხო მაგას ვამბობ ჩემოვანო მეც მაგას ვამბობ და სხვათა შორის მაგის თქმა მინდა რომ გადავალ ერთ ზარქუაზე ძალიან კარგად დაიწყო ეს წელიწადი რა მე მივესალმები ეგ რამოდენიმე დამეწერა კომენტარებში შენ უაგიჟებო ამ ხალხს კიდო გაგიჟებაო არ უნდაო ერთმანეთს არა არ გაგიჟებთ მე ამას არც არასდროს მალავდი უნდა დაერიოთ ერთმანეთს ნაცმა და ქოცმა ერთმანეთი უნდა დახოცოთ ეს არაფერია და მე ამას მივესალმები ძალიან კარგად დაიწყო ეს წელიწადი ძალიან სასიამოვნო არის დიახ ურტყით ერთმანეთს დაიჭირეთ ერთმანეთი აფურთხეთ თქვენ მოსამართლეებს თქვენ აბა რა ნაცები მართალი ხართ არა ლეგიტიმურია ეგ ხელისუფლება ქოცებიც მართლები ხართ ნაცებმა რა გაუკეთეს საქართველოს დაგავიწყდათ ხო და აბა თქვენიცით აქ გვალეშიკობთ ორივე მხარეს გვალეშიკობთ რათაც მეტი მაგრად ერთმანეთს გახოცავთ მით უფრო კარგი იქნება აი საქართველოსთვის და ქართველი ერისთვის ეს იქნება საუკეთესო იმიტომ თქვენ ნორმალური არავინ დატოვეთ ქვეყანაში პოლიტიკურ ველზე ყველა ნაცი უნდა იყოს ან ქოცი უნდა იყოს ერთობა ქვეყნის თქვენ არ გინდათ სიძულვილით და ბოღმით და ზიზღით მართავთ ქვეყანას და საბოლოო ჯამში ამ ბოღმას და ამ ზიზღს აქვს ერთი ბოლო საბოლოო ეს არის და მეტს გთავაზო დუელი გამართეთ ერთმანეთში 2 მეტრში ევროპულია დუელი ევროპული 2 მეტრში ვერანაირად ერთმანეთს ვერ ააცლებთ ბრუციანები რო იყო და დასხეთ და ჩვენ გიყურებთ ძალიან კაი საყურებელია ძალიან სასიამოვნო საყურებელია მე მინდა გითხრათ რომ მე გახსენებდით თქვენ ნაცებს და ქოცებს საქართველოშიც გეუბნებოდით დადგება დრო თქვენ დაჭამთ ერთმანეთს თქვა ჩემი და ჩემი ბიჭების გაწვალების გულისთვის და ჩემი ოჯახის და ჩვენი გაწვალების გულისთვის და მე ვიქნები კარგად ფეხზე გადავიდებ და თქვენ წვალებას და ერთმანეთის ჭამას უყურებთ თქვა და აი ახლა ტკბები ამ ყველაფრით არ უმალავ მე არც ნაც და არც ქოც ქართველად არ განვიხილე ხო და აი ზარქუას ინციდენტს მინდა გამოვეხმაურო ზარქუას ქუმორთიაშ ზარქუა კომჩკირდა მიგრულად კარგად გესმის ცუდი არა პიდარასტობას რო გაბრალებენ მე არ ვიცი შენ პიდარასტი ხარ ნორმალური ხარ არანორმალური ხარ არ ვიცი მე არ ვიცი
და არც იმას მივესალმები, რაც ხდება. არ ვიცი, ვიღაც არა ეს ჩემი საქმე. არა, ჩემი საქმე და არ მაინტერესებს. სიმართლე გითხრა, მაგრამ ხო ცუდი არის, რომ აი მთელი სანაცეთ, სალიბერასტეთი, ისე ამათი გამკვირვებია, პიდარასტების ფასი არავინ არ ყავდა. პიდარასტი ყოფილა, ზარქუა თქვენიანი ყოფილა და რას ერთით კაცო ამგას. მაგრამ შენ მინდა პირადად მოგმართო შენ ვაშკაც. ცუდია ხო რომ გაბრალებენ პედერასტობას. და ყველას რო აქ ენაზე წამოგებული რომ პიდარასტი ხარ და პიდარასტა ერთად იყავი წასული აბუდაბში საგულაოდ. ასია არა მე არ მაინტერესებს, არ ვიცი. არც მაინტერესებს სიმართლე გითხრა რა. სხვა რაღაცა მინდა გითხრა. ხო ხარ დეპუტატი. ხო ცუდია. ხო ამას შენი ოჯახი განიცდის, შენი მეგობრები განიცდის, შენ პირადად განიცდი. ასეთ სიბინძურეებს რო გაბრალებენ. ხო ცუდია. აი ხარ რო ჩამოხვალ მაქედან, სადაც ახარ. დაიკავე პასტა და ფურცელი. თუ გინდა მე დამიკავშირდი აგერ მე და მე მოგცემ ფრანგული კანონის ანალოგიას ქართულათაც გითარგმნი თუ გინდა ქართულათაც და მოგაწვდი სადაც ცილისწამების გამო საფრანგეთში 5 წლიანი პატიმრობა ესჯება ადამიანებს საქართველოში კი რაც გინდა ის დააბრალე ადამიანს არაფერი პასუხისგებლობა არ გაგაჩნია. ამიტომ, როდესაც გეძახიან მოღალატეებს, როდესაც გეძახიან პიდარასტებს, როდესაც გეძახიან რუსეთის აგენტებს, როდესაც 1000 სიბინძურეებს და მოწამლა 30 წელიწადია ცილისწამებამ განსაკუთრებით სააკოვის რეჟიმის დროს ეს მოხსნილი იქნა, ეს ტაბუ და ცილისწამებამ მოწამლა მთელი ქვეყანა. 12 წელიწადია ხოცები, ყვერების ფხანით რო ხართ დაკავებული. ეტყობა თქვენთანაც ბევრი პიდარასტი და უნამუსო არის და 100 არის, ნამდვილად 100 არის, რომ უამრავი არის. ხო, ახლა კალაძემ განსაკუთრებით პიდარასტი საპატიო თბილისელად დაასახელა კაცო. მე რა მოხდა კაცო. დიდი შემოქმედიაო და დიდი შემოქმედებაში მონაწილეობსო და კალაძეც იძახიან თურმე ევროპულად რო ახველებს, ხო? არ ვიცი. დაიგავე პასტა და ფურცელი ხელში დეპუტატმა შეიტანე პარლამენტში ინიციატივა კანონით ცილისწამების შესახებ. შეიტანე. რატო არ შეგაგა? ნუ აქამდე თუ არ შეგქონდა, ახლა რო გეუბნებიან ეს სახარ და პასუხს ვერავის ვერ თხოვ? ხო ცუდია. მასეთე ვიცი რამდენი აქვს დაბრალებული ჩვენთვის. სამშობლოს მოღალატეობა, პედერასტობა, რუსეთის აგენტობა, ნაძირლობა, 1000 ჩათალახობა. მაგრამ სამართლებრივი პასუხი ვერავისთვის ვერ მოგვითხოვია, იმიტომ რომ თქვენი იმის რა ქვია კანონშემოქმედების შედეგად რაც ნაცების დროს იყო ცილისწამებაზე, რომელიც საერთოდ არ ითვლება დანაშაულად და სამოქალაქოზეა და ადმინისტრაციულზე გადის, ვერ ვთხოვთ ვერავის პასუხს. ვერ ვთხოვთ. აი აქ ამ შიგ ევროპაში რომ მოდიხართ ღირსებით უკნიდან ცილისწამების გამო 5 წლიანი პატიმრობა. ხო და აი ახლა რომელიღაცა კოცი იმედია ჩაგიგდებს ამ ვიდეოს. ციციკორეები ვითრო ხართ ჩამჯდარი ჩემ ვიდეო ლაივზე და როდის მთრალი ვარ და როდის გაგინეთ და როდის ფხიზელი ვარ და როდის ეგი ვთქვი და როდის ფეხებზე მკიდია. არ მაინტერესებს სიმართლე გითხრათ. მე ნორმალურ ხალხს პატივს ვცემ და ენაცვალოთ ჩემი თავი, მაგრამ აი იმ საზოგადოებას, რომელიც საზოგადოებაც ნაცკოცის სახითაა საქართველოში მოვლენებული, მე პატივს არ ვცემ. შევაგინებ კიდეც, შევაფურთხებ კიდეც, მთრალის დაველაპარაკები, აგდებითაც და ასე შემდეგ, იმიტომ არ იმსახურებ თქვენ პატივისცემას. ხო. და ჩაციციკორებულები რო ხართ. აი ახლა ჩაგიჯდნენ ეგ ციციკორეები და მოგიტანონ ამბავი. რომ ჩამოეთრევი მაგ აბუდაბიდან, იქ რო მეგრულად დაიწყე მილოცვა. იმაზე რა ქვია? მეგრელებზე. ჩამოდი ერთი რა კაცი ხარ. და რა პრობლემაც არის ერში და ქვეყანაში 30 წელიწადია. და განსაკუთრებით
ბოლო 21 წელია ნაცკოცების თქვენ დროს. შეიტანე პარლამენტში ცილისწამების შესახებ კანონი. თუ ქსიამოვნებთ. თუ ალბათ შეიძლება ქსიამოვნებთ, არ ვიცი, შეიძლება ეს ხოცები მაზოხისტი პედერასტები ხართ. ხო, და დასრულდეს ქვეყანაში იარლიკების მიწეპება, ამის აგენტის წოდება, იმის აგენტის წოდება და თუ ამას ვერ დაადასტურებენ, თუ ვერ დაგიდასტურებენ, რომ პედერასტი ხარ, თუ ვერ დაგიდასტურებენ, რომ პედერასტი ხარ, 5 წლიანი მუხლით გავუშვით ციხეში. მიდით, რატო არ აკეთებთ ამას? ქსიამოვნებთ? ხო და კიდე ერთხელ ვამბობ. ძალიანაც კარგი, უფრო შეჭამეთ ერთმანეთი, უფრო ჯიჯგნეთ ერთმანეთი, უფრო აგინეთ ერთმანეთს, უფრო დააბრალეთ ერთმანეთს. რავი, რაც გინდათ ის დააბრალეთ, გინდა აგენტები დააბრალეთ, გინდა პედერასტები დააბრალეთ, გინდა რაც გინდა, ჩვენ დავჯდებით და უყურებთ. თუ ამასაც არ გააკეთებ, მაგიც არაა პრობლემა. რა პრობლემა არა. მე პირიქით ძალიან სიამტკბილობაში ვზივარ და უყურებ, აგერ როგორ ჭამთ ერთმანეთს. ერთისიც და მეორესიც ნაცების და ხოცების დედა დილას და საღამოს. ძალიან სასიამოვნო საყურებელია ვაღიარებ. და ძალიან გთხოვთ არ შეწყვიტოთ. მოუმატეთ, ხოცეთ ერთმანეთი. არ ვიცი ლაშა ლუკაშენკო მაგის სათქვა, ლუკაშენკო იმას კი ამბობდა, რომ ქართველებსო პიდარასტობასო ახვევდნენ თავზეო, ქართველებსო, რომლებიცო გოგოებსო აკვნიდანო ნიშნავდენო და ქალებსო ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ მამაკაცებად ითვლებოდნენ საბჭოთა კავშირშიო და ეგ კი ვნახე. ეგა. რა თქმა უნდა, ჭაობშია ქვეყანა. ჭაობშია და ჭაობში ამათმა ჩააგდეს ეს ქვეყანა. ყველაფერზე რო ხელს იშვერდით. ამის უფლებას არ გვაძლევენ. აი ცილისწამების კანონის მიღების უფლებას ვინ არ გაძლევთ ერთი. წინაზე მახსოვს, თქვენმა არჩეულმა ლონჯარიამ გამოხდა და ლონჯარიამ იყვირა, რომ რაო კაცო, ცილისწამების კანონისო მიღებაო არ შეიძლებაო, ესო სიტყვის თავისუფლების და დემოკრატიის, თუმცა დემოკრატია ყოფილა. ახლა ხო გაქვთ დამთავრებული უკნიდან კოჰაბიტაცია, რო გკითხოთ კაცმა. არ გააკეთებ და მაშინ მართლა პიდარასტი ყოფილი. და გამოდე გააკეთე კომენგაუტი. და მაშინ არჩენი ოჯახის ღირსება გქონია, არჩენი თავის სიყვარული გქონია, არც პატივისცემა გქონია, არაფერი არ გქონია და შეირგე მაშინ. და ეს ლაივები წერე და ადებიე ვიღაცებს სურათები ქალებთან ერთად, ისა რა ქვია, რაფერ ახარ ზღვაზე. და ამით გაანეიტრალე ყველაფერი და სამართლებრივი პასუხი არ გაცი. მე გეუბნები ამას შენ, ახალგაზრდა ბიჭი ხარ, ახალგაზრდა კაცი, რო გკითხოს კაცმა როგორც ვიცი პრეტენზია გაქვს, ვაშკაცი კაცი ხარ, ხო და ვაშკაც კაცს ძმაო, ამნაირ რაღაცას გაბრალებენ. და პარლამენტარი ხარ. ყველას ვერ ზდევ და კეთს ვერ ურტყავ. მაგ ცილისწამება მოწამლა ერი. გამოდი და გააკეთე გასაკეთებელი. თუ დაიბარე მაშინ რაზბორკაზე, სიმონ სადმე ან თბილისის ზღვაზე, ან სადმე და გეცი პასუხი, მაგრამ რამდენს გაცემ პასუხს ერთი ვნახო. ეგა. აი ამის თქვა მინდოდა ჩემო კარგებო, ძალიან გემრიელად დაიწყო ეს ახალი წელი, მე იმედი მაქვს, რომ ნაცები და ხოცები ერთმანეთის ჯიჯგნას, ერთმანეთის სისხლისმას, ერთმანეთის დახოცვით აუცილებლად გააგრძელებენ და ვინმე არ მითხრას ეხლა, რომ ამას როგორ ამბობ, ქართველი, არც ერთი არაა ქართველი. ქართველი არ ნიშნავს, რომ ქართულ ენაზე ლაპარაკობდეს და მეტყველებდეს. მეტყველი ცხოველი იყოს. სიმშვიდე მოგენადრათ ხალბატონო, ახლა ნაცდაქოც ირჩევს თურმე ქართველიერი და თურმე ბიძინა ყოფილა გადამრჩენი და თურმე მიშა ყოფილა მადიდებელი საქართველოში, მეც ვერ ხედავ თურმე და ხალხი და რა ვქნა გვექნება. ამიტომ გისურვებთ ორივე ხელით. გეიყავით ახლა და ურახუნეთ ერთმანეთს. დასაწყისი კაია, მომწონს, ძალიან მომწონს. აბსოლუტურად ყველა ნორმალურ ქართველს ვეთყვი იმას, რასაც ადრე ვეუბნებოდი, არავინ არაფერში არ ჩაერიოთ. გაჭექით ტელევიზორებთან და უყურეთ. პოლიციასაც იმიტომ უხდიან ხელფასებს, პრემიებს, უზარმაზარ თანხებს, რომ დაიცვას რეჟიმი. დაიცვას. ეს ჩემი ქვეყანა არაა ყოველ შემთხვევაში. ეს არის ნაცების და ხოცების ქვეყანა. სადაც ხოცები უყვართ ეს სიმღერა, ჩემი საქართველო აქ არისო და აი, მასეთია მაგ თქვენი საქართველო. მერე ჩემო ძმაო, უკნან, ბიჭო, ნერვები რაზე მეშლება, იცი?
ყველა მაგას ამბობს, იცი? ყველა მაგას ამბობს. ქოცებიც პირწავარნილი, ქოცებიც მაგას ამბობს, სანამ ნაცებს დედა არ ეტირება. ხშირ არ გეუბნები, სხვანაირად არ მიიღო. აი რა მინდა ეს ჯიგარო კითხრა? ელემენტარული რაღაცა მაინტერესებს, აი ადამიანურად რო ვთქვა. ბიჭო, პროკურატურა, პოლიცია, უშიშროება, სასამართლო, ჯარი, ყველაფერი ქოცების ხელშია. მე უქნა ნაცების დედას? მე როგორ უზავ? სად მაქვს მაგ ხელა ძალა? არ უნდა თამგენს ნაცების დედის ქნა. არ უნდა. იმიტომ რომ ნაცები რო არ იყვნენ, ქოცები ვერ იარსებებდნენ. ხო და ამიტომ დარწმუნებული ვარ, არც ცილის წამების კანონს არ მიიღებენ. არ მიიღებენ. აი, ხედავთ რას კადრულობს ნაციონალური მოძრაობა. ხედავთ რა ხდება? ეს უნდა. აფხაზეთის ამბები უცხოური მედიიდან იმიტომ უნდა გაიგო ჩემო ძმაო, რომ აფხაზეთი არავის არ აინტერესებს. არ აინტერესებს. ვის აინტერესებს ახლა აფხაზეთი? რომელს აინტერესებს? როც აინტერესებს აფხაზეთი? იმას რა ქვია ბოკუჩავას აინტერესებს აფხაზეთი? თუ იმას წითლიძეს აინტერესებს აფხაზეთი? თუ რომელს აინტერესებს აფხაზეთი? თუ ქოცებიდან აინტერესებს, ვონსკის აინტერესებს აფხაზეთი? გააჩხერიე, კაც 1-2 გრამია ლონკაშია და სულ არ აინტერესებს არა. კალადის აინტერესებს აფხაზეთი? ჰა? მაგათ აინტერესებთ ის, რასაც აკეთებენ. რო აინტერესებდეთ, სხვანაირად მოიქცეო. აი ეს სიმართლე. და სამწუხაროდ რა არის, იცი ჩემო ძმაო? მაგათ კი არა. აი დევნილები რო არიან, ხო? დევნილები რო არიან აფხაზეთიდან. იმათაც აღარ აინტერესებს აფხაზეთი. არა, ეგ სიმართლე. არ აინტერესებს. მე ვერ გამახსენებს ვინმე ამ ხნის მანძილზე, როდესმე დევნილებს გაემართოთ ერთი აქცია. რომ აფხაზეთში დაგვაბრუნდეთო. მე არ მახსოვს. ნამდვილად არ მახსენდება. ტერიტორიული მთლიანობის შესახებ არა ფუჩუს გამო, კუტუს გამო გამართულა აქციები საქართველოში, მაგრამ აფხაზეთის გამო არ გამართულა. ამიტომ სამწუხარო რეალობა ეგაა და ამიტომ გებულობ მე უცხო ქვეყნის ტელევიზიებიდან ამ ყველაფერს. როგორც აინტერესებთ ქვეყანა და როგორც აინტერესებთ საზოგადოება, ისე მიდის ცხოვრება. აქვთ ნახა ძალაუფლება მაგათ ხელშია. მერე დამიწყებენ რატო იგინები, რატო აგინებ, ახლა კაცის მხრიდან მეტი არა წყევლას ვერ დავიწყებ. რა გნებავთ ხალბატონო? ვიზზე რას ვფიქრობ ხალბატონო? ვიზზე რას ვფიქრობ? დამიკონკრეტეთ და ვეცდები გაგცეთ პასუხი. ჩემი დამოკიდებულება დიდი ხანია ცნობილია. არ არსებობს საქართველოში არანაირი ეროვნული ძალები და ეროვნული პარტიები. ესა ყველაფერი ბლეფი. თუ ეს გაინტერესებთ და არც ეროვნული პოლიტიკოსები არ არიან, აი ავან სცენაზე, რასაც პოლიტიკას რა გითხრათ, არჩიბალდს მე პირადად არ ვიცნობ, ცუდი ბიჭი არ არის, მისი წარსულიდან ცუდი არაფერი გამიგია. ამაში გარეული იყოს ცუდად ჩემს ირგვლივ ინფორმაცია ასეთი არ ყოფილა. არის ადამიანი სწორად იღებს ხმას, გინდა ბანკების პრობლემა იყოს, გინდა შრომის კოდექსის ამბები იყოს, ძალიან ბევრ რაღაცებზე და რა ვიცი, ცუდი არაფერი არ მეთქმის მაგ ბიჭზე სიმართლე გითხრათ რა. სწორად აზროვნებს, ბევრ რაღაცზე მომისმენია, სწორად მოაზროვნე ბიჭი არის. რა ვიცი, დანარჩენი რა გითხრათ. აი, ჩემი ძმა გამოსავალი ბევრჯერ მისაუბრია და გვეშველება რამე არის ჩემ არხზე ასეთი ვიდეო და შეგიძლია შევძანდე და ნახო ახლა 2 წუთში ნახდათ ვერ გაგცემ პასუხს და გამოსავალი რო არაფერი არ გამოჩნდა ხალხიდან, აი უბრალო ადამიანებიდან, ერთადერთი გამოსავალი არის ის, რომ ნორმალური ადამიანი დაჯდეს სახლში და უყუროს ნაცების და ქოცების წყვილბილის მკვლევას.
შემოგევლე ჩემი ძმა, ჩემი ცხოვრება, ჩემზე უკეთესად არავინ არ იცის და როდის შემეძლება ჩამოსვლა და როდის შემეძლება რამის კეთება, ჩემზე უკეთესად ნახდათ არავინ არ იცის. დიახ, კათოლიკური ეკლესიაა და კათოლიკური ეკლესიის ზარები რეკი. ხო, აი ამის თქვა მინდოდა. კარგით, ახლა დაგემშვიდობებით, მშვიდობა მოგცეთ. ღმერთმა ვისურვოთ ამ წელიწადში ნაცი და ქოცი ამოწყვეტილი იყოს საქართველოში და საქართველო ნაცკოცის გარეშე ყოფილიყოს. რა შეიძლება შენ ვაშკაც კიდე ერთხელ გითვლი აქედან. ხო ხარ დეპუტატი, ხო ხარ ვაშკაცი კაცი, ხო ხარ ღირსების, ოჯახის, თავმოყარეობის პიროვნება? ადე კიდე ცილისწამების კანონი შეიტანე პარლამენტში. თუ არა, გაჯექი, მასე და წერე Facebook-ის პოსტები და ლაივები წერე და მეგრულად მიულოცე სამეგრელოს ახალი წელი და ილაპარაკე ღირსებაზე მე. ესაა და ეს.